დილამშვიდობისა მეგობრებო, მე ოთოვარ და ახლა სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქში ვიმყოფები. იცით როგორი ქალაქია? საღამოს მოლას ლოცვას მოდა და დილით რო გავიღვიძე ეკლესიის ზარიდან. ასეთი ქალაქი არის ქრისტიანები, მუსლიმები ერთად. შეგრძნება არ გაქვს რო ხარ რაღაც არაუსაფრთხო ქალაქში, ბავშვები სკოლაში მიდიან, ადამიანები მოძრაობენ, კაფეები არის. მის ცენტრალურ ნაწილში ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად ისეთი უსაფრთხო სიტუაციაა. არ ვიცი როგორ ახერხებენ იმას, რომ აი შუაგულ ევროპაში იყვნენ და იყვნენ ასეთ მდგომარეობაში, შენობები აი ძალიან ისეთ მდგომარეობაშია. ნაომარი პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ნაომარი რო ეტყობა. იაფი არის, იაფი იქნება, არავინ არ ჩამოდის, ვინ ჩამოვა თქვა მის ანახავად. აქ არ არის მოკლედ სიძვირე, იაფად სამოგზაუროდ იდეალური ქვეყანაა. საინტერესოც არის იმ კუთხით, რომ ეს ორი სხვადასხვა აზიური და ევროპული კულტურის ისეთი ძალიან თვალსაჩინო შერწყმა არის. იმიტომ რომ ქუჩაში ხედავ როგორც ჩადრში შემოსულ ქალბატონებს, ასევე ევროპულად თავისუფლად ჩაცმულებს, ასე ვთქვით. დღეს 23 სექტემბერია, სარაევო. მშვენიერი ამინდია და მე და გრეტამ, ჩემმა ბაარიშე მოტორვერქეს GS-მა, ძალიან კარგმა მოტომ, უკვე 4000 კილომეტრი გავიარეთ ერთად. და ამ 4000 კილომეტრში გრეტას ცოტათი სეთი დააკლდა. ამიტომ ხა მე მჭირდება ვიპოვო რამე motorcycle shop-ი, სადაც ის სეთი, რომელსაც მე ხმარობ, ბრენდია კონკრეტული ხა რეკლამა რო არ გამომივიდეს, ისა აქვთ და ცოტა ზეც ჩავამატებ გრეტაში და ისე გავაგრძელებ გზას. მე და გრეტამ დღის მდგომარეობით გავიარეთ 4000 კილომეტრი. BMW-ს ოპოზიტური ძრავები მიდრეკილი არიან ზეთის ჭამის მიმართ. თუმცა გრეტა არ არის, როგორც ჩანს ეგეთი გოგო, იმიტომ რომ 4000 კილომეტრი პატარა მანძილი არ არის. ეხლა დავამატებ ზეთს და მოდით ერთად ვნახოთ რა რაოდენობის ზეთს დაიმატებს გრეტა 4000 კილომეტრზე. ზოგადად ძრავში ოდნავ მეტი ზეთის ჩასხმა, როგორც წესი არ არის ხოლმე პრობლემა, მაგრამ BMW-ს აი ამ ოპოზიტურ ძრავებს ცუდი რეაქცია ქონია თურმე ზედმეტ ზეთი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო იმასთან, რომ ზედმეტი ზეთი არ ჩავიდეს ამ ოპოზიტურ ძრავებში და ჩვენ კიდე გრეტას ვაპირებთ რომ გავუფრთხილდეთ, ამიტომ ვეცდებით რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. გრეტამ დაიმატა 350 გრამი ზეთი 4000 კილომეტრზე, რაც ნიშნავს, რომ გრეტას ძალიან კარგი გული აქვს და მისი ძრავი ფრიად სახარბიელო მდგომარეობაში. 350 გრამი ზეთის დამატებამ ზეთის ნიშნული გიჩვენებთ ახლა მიიყვანა თითქმის მაქსიმუმზე და ჯობია რომ ასე დავტოვოთ. ზედმეტი არ მოგვივიდეს, როგორც გითხარით, ამ ძრავებში ზედმეტი ზეთი უფრო მავნებელია ვიდრე სიგეთის მომტანი. ეხლა კი გავუდგეთ გზას სერბეთისკენ. იცით რაში არის მოტო მოგზაურობის კიდევ ერთი მუღამი. იქით წახვიდე საითაც გული მიგიწევს. და არ მიმიწევს ახლა მე გული სერბეთისკენ. უფრო მეტად ბევრად მიმიწევს გული მონტენეგროსკენ. მერე გადავწყვიტოთ საით წავიდეთ, მერე გვექნება არჩევანი სერბეთით წავიდეთ თუ ალბანეთით წავიდეთ, მოკლედ. აბა გავუყვეთ მონტენეგრო. ესეც სუფთაფურცელი. მონტენეგროში არ ვარ ნამყოფი, არ ვიცი რა ხდება. ერთი ის ვიცი რომ ლამაზი ნაციონალური პარკები აქვთ. ნახოთ რა. მონტენეგროს იცნობთ ვინმეს? მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ყავს მეგობარი მონტენეგროელი და ასე მითხრა რომ ფიქრობ რომ დაუფასებელი ქვეყანა არია და წავიდეთ აბა ნახოთ რა ხდება მონტენეგროში. ვა, აქ რა მოძრაობაა, მოკლედ ბოსნიის მოძრაობა არ გესიამოვნება. კიდე რაც ახასიათებს ბოსნიას, აი ხელი რო გამოყოფილი ჯელს და სიგარეტს ეწევა, აი ასე არის ყველა რა, ყველას ხელი გამოყოფილი მაგაიდა და სიგარეტს ეწევა და კიდევ რა მაგარია რომ ჩვენთან საქართველოში აღარ შეიძლება დაწესებულებებში სიგარეტის მოწევა, იმიტომ რომ სარაევოში აი კაფეში ვერ შეხვალ ისე ყარს აქაურობ. იმიტომ რომ სარაევოში კაფეში ეწევიან პაპიროს. წინ ვარ წასულები მეგობრებო ბოსნიაზე, ხო
არ არის დიდი მიღწევა ის და მაინც, მაგრამ ბოსნიაზე წინ ვარ წასული. ნავიგაციას რო დახედავ და 110 კილომეტრი რო არის გასავლელი და 2 საათი და 20 წუთი რო აწერია, ეგ მომწონს ხოლმე რა. ეგ ნიშნავს, რომ ისეთი გზა იქნება რა. რაღაცა სწორი არ იქნება რა და ხოდია ბოსნიასაც რაღაც ლამაზი. აი ეს გზაზე მოძრაობა არის მოტოციკლი სიამოვნება, მიხეული მოხვეველი, ჩაუძახი, ჩამოუძახი, ჩაუძახი, წამოუძახი. ლამაზი ხეობაა. ეს მიემართება მონტენეგროსკენ. მონტენეგრომდე გვაქვს ალბათ სადღაც 70-80 კილომეტრი. ნახოთ რას გვიმზადებს მონტენეგრო. საკმაოდ კარგი სერპანტინია. ბოსნიასა და მონტენეგროს შორის არის რაღაცა უღელტეხი. ლამაზიც არის ბუნება და ასე შემდეგ, მაგრამ გზის საფარია იმისანა, ეს გრეტას ოეზისზე ვითქვევით დახტის ისეთი ცუდი გზის საფარია. ბოლომდე რო ისიამოვნო მაგის საშუალებას გზის საფარი არ გაძლევს. ეხლა ამას ისეთივე გზა რა ქონდეს როგორც აი იმ კარგ ქვეყნებში არის, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, მეგონა უმაგრესი სერპანტინი მოტოსთვის, მაგრამ ასეთ გზაზე სიარული მაინც და მაინც ასიამოვნო არ არის, ცუდი არ არის, მაგრამ აი ზუსტად ის მარილი აკლია, რომ კარგი გზის საფარი იყოს. დიდი ქალაქისგან შორს ბუნებაში. აი ეს არის ის ადგილი, სადაც თავს გზნობ კარგად და თავისუფლად. ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველი წამით ვტკბები. ის ადგილი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ის ადგილი, სადაც უბრალოდ კარგად ვარ რა. თუმცა ალბათ ყველა ასე არ არის. და არც არის აუცილებელი ყველა ასე იყოს. კიდევ კარგი რომ ყველანი ერთნაირები არა ვართ. ამიტომ არის სამყარო მრავალფეროვანი და საინტერესო რომ ერთნაირები არა ვართ. თუ ერთნაირები რო ვიყოთ, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ამ სამყაროში ცხოვრება. ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც. ამიტომ არის საქართველო თუნდაც ძალიან მაგარი ქვეყანა. თუ არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან იშვიათად შეხვდებით თქვენ საქართველოსნაირ მრავალფეროვან ქვეყანას. მოტოციკლისტები. ძირითადად ვინც ხვდებიან ეს მოტოციკლისტები არიან ევროპელები, მე არაევროპელი ჯერჯერობით არ შემხვედრია. გუშინს ევროპაში არის უფრო პოპულარული მოტოციკლეტიალი და სხვათა შორის, ну კი რა თქმა უნდა, კარგი ბაიკები და რაღაცა KTM-ები 1290-ები და ასე შემდეგ რა, მაგრამ ძველი ბაიკებითაც მოშნად გამონდა მოძრაობს რა, აი გრეტასნაირი, გრეტას ტოლი და გრეტას კლასის მოტოებითაც საკმაოდ ბევრი მოძრაობს, იმიტომ რომ ну ეს მოტოები ისია გაკეთებული, რომ უძლებენ დიდ დროს და უძლებენ დიდ მანძილს, იმიტომ რატომაც არა. ვა, მელა გაიჩიტა. რა მაგარი იყო. რა მაგარი შეგრძნება არის, რომ მიდიხარ და შუადღეში გეჩიტება მელა. აი ამიტომ უნდა გაუვრთხილდეთ მეგობრებო ჩვენს ბუნებას. საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ კუთხით და ძალიან ცოტა ადამიანი ზრუნავს იმანზე, რომ მოვახდინოთ პრეზერვაცია ჩვენი ბუნების და შევინახოთ ის ისეთი როგორიც არის. რომ აი ასე თუნდაც გზაზე მოძრაობისას მელა შეხვდეს. წარმოგიდგენიათ რამხელა ემოცია, რომ მოდიხარ და მელა დგას. საქართველოში ეს გამორიცხულია დავესევით, დაულით 50 თოფს ვესვრით, ხაფანგს დაუგებთ, რავი, ამოუწყვიტავთ, ამოვხოცავთ, ამოვჟლიტავთ. ამ ტერიტორიაზე სლავები დაახლოებით მე-6-მე-9 საუკუნე ითვლება, როდესაც ამ ტერიტორიაზე სლავები მოვიდნენ. და ნუ აქ დასახლდნენ რა ამ ტერიტორიაზე და მე მაქედან წამოვიდა სხვადასხვა სამეფოები და ერთ-ერთი იყო ბოსნია, რომელიც ითვლება, რომ დაახლოებით მე-9 საუკუნეა ბოსნიის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდი. ნუ გასაგებია ბიზანტიის გავლენა და ქრისტიანები იყვნენ. და ასე გაგრძელდა მე-15 საუკუნემდე და მე-15 საუკუნეში მოვიდნენ ოტომანები
ნუ ოტომანები მოიტანეს, რა თქმა უნდა, ისლამი დაიპყრეს ეს ტერიტორია, მათ დაქვემდებარებაში იყო და ნუ რაღაც ნაწილი დარჩა ქრისტიანად, რაღაც ნაწილი გამუსულმანდა, ჰქონდათ ბრძოლები ამის გამო. აქვს ამათ ისტორიას, ჩვენს ისტორიასთან რაღაცა მსგავსება. ტიპებსაც რა, ისეთი კოპაკშეკრული ხალხია ბოსნიელები. ეთყობათ გაჭირვებული ცხოვრების კვალი. როგორც ჩვენ პრინციპში ქართველებს. საინტერესოა საერთოდ ჯამში ამათი ისტორია. დღეს როგორც გითხარით, რა ერთ ადგილას არის ეკლესია, გაივლი რავი 100 მეტრს და არის მეჩეთი. ამავე დროს არიან სლავები, ენა ძალიან გავს რუსულს, აი თითო რო აიღო სიტყვები, აი ეგრევე პოულობ, როცა საუბრობს ვიღაცა რაღაცას ამბობს, ვერ ვიჭერ, რა თქმა უნდა, სიტყვებს, მაგრამ აი რაღაც ერთ-ორ სიტყვას როცა ამბობს, მაშინ უკვე ვახერხებ, რომ დავიჭირო სიტყვა და ნუ რუსული თუ იცი, ფაქტიურად ამათ ენას გაიგებ. ბოსნიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ეგეთი რაღაცა ფენოვანი ხაჭაპური რაღაცა ყველი და მრგვალი ფორმა აქვს ეგეთი და ხშირად შემხვდა და ეხლა ვარ სადღაც უღელტეხილზე ბოსნიასა და მონტენეგროს შორის და რო გავჩერდი ეხლა შემხვდა და ვფიქრე რომ მოსინჯავ თქო და რაღაცა კარტოფილი ყველი რაღაც ეგეთ ნარევი აქვს სავარაუდოდ გავლენა ალბათ თურქეთის თუ ამათი ადგილობრივი კერძი არ ვიცი რა, მაგრამ ალბათ გავსინჯოთ როგორია. Not bad. და ითვლება რომ იოგურტთან ერთად უნდა მიირთვა აი იოგურტი რაღაცა ნაბედანი წყლიანია. ეს არის იოგურტის სასმელად ალბათ არ ვიცი. ცუდი არ არის. ეს არის მეგობრებო გზა, რომლითაც ბოსნიიდან უნდა გადავიდე მონტენეგროში. მე კი მომწონს ვერთობი და ასე შემდეგ, მაგრამ აი თქვენ რო წარმოდგენა შეგექმნით დაახლოებით ბოსნიის მდგომარეობაზე, მაგისტრის ვიღებ ამას აი ეს გზა აკავშირებს ბოსნიას მონტენეგროსთან. ნუ ალბათ სხვა გზაც აკავშირებს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი არის ეს. ესეთი მდგომარეობაა ბოსნიაში. გაიშნიკები დგანან გზაზე, ოღონდ აი გაიშნიკები. ნატყვიარები ეთყობა სახლებს და გოლფური არის ყველაზე პოპულარული ავტომობილი. იმ ქვეყნებს შორის, რაც გამოვიარე, ბოსნია არის ერთადერთი, სადაც ქუჩაში ძროხა ისევე შეგხვდება, როგორც საქართველოში. სხვაგან არ შევხვედრე. აი ბოსნიაში შეგხვდება. უნდა აღნიშნო, რომ ყოველ დღე ამას ვერ ვნახულობ. ესეც ბოსნიასა და მონტენეგროს საზღვარი.